ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის ჩამონგრევის საკითხზე დღეს საკრებულოში იმსჯელეს. ბიუროზე მოხსენებით გამოვიდა კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი. ეკო მაღრაძე განაგრძობს თემაზე საუბარს. ეკო, რა გადაწყვეტილება მიიღეს დღეს ბიუროზე, თუ დასრულდა უკვე შეხვედრა? ბიუროს ხდომა უკვე დასრულდა. საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულომ მისცა ნებართვა მერიას, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე განხორციელდეს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით სამუშაოებისთვის დაიხარჯება დაახლოებით 300,000 ლარი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ამ თანხის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. საკრებულოს ოპოზიციის დეპუტატებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში ჯავახიშვილის ქუჩის გადაკეთვა, როგორც ამის შესახებ გუშინ განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ფაქტი გამოიწვევს დედაქალაქში საცობების რაოდენობის გაზრდას, ამიტომ ისინი მოუწოდებენ თბილისის მთავრობას, რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშაონ ამ ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო მოძრაობა ყოფილი ელბაქიძის აღმართზე აღდგენილი იქნეს, რაც შეიძლება სწრაფად და ამისათვის 3 თვე არ არის საჭირო ნამდვილად. შედარებისთვის ვიდა გითხრათ, რომ ვერეს ხეობაში ახალი მაგისტრალი თბილისის მერიამ თავის დროზე თავიდან ბოლომდე ააშენა სულ 10 თვეში, ასე რომ 3 თვის დახარჯვა მხოლოდ და მხოლოდ ერთი საგზაო მონაკვეთის მოწესრიგებისთვის. ეს დავით ნარმანიას მუშაობის სტილს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ამიტომ მოუწოდებთ მათ იმუშაონ მართლაც 24 საათიან რეჟიმში. არ არსებობს ერთიანი პლანშეტი, ერთიანი გეგმა, რუკა, სად არის ასეთი წერდა. ჩვენ კი თქვენთან ერთად მრავლად ვიცით ასეთი წერტილები. თავარი გაკვეთილი რაც მერიამ უნდა გამოიტანოს და მთლიანად ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომ ასეთი ადგილები კი არ უნდა მოხდეს, ასეთ ადგილებზე შემდგომ რეაგირება კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა მიმდინარეობდეს გეგმაზომიერი, წინასწარ მიმართული მუშაობა. კატეგორიულად მიუღებელია ის ვადები, რაც გუშინ გაჟღერდა. 2-3 თვე ეს არის სატრანსპორტო კოლაფსის ტოლფასი ჩვენი დედაქალაქისათვის. ნამდვილად იქნება 24 საათიან რეჟიმში მუშაობა, ნამდვილად გავაკონტროლებთ, რომ თითოეული ნაბიჯი წინასწარ იქნეს დაგეგმილი და შესაბამისად განხორციელებული. ამიტომ რაც დრო დაჭირდება, ყველა აქავართ, ყველა შეგვიძლია დავაგვირდეთ. ჩვენ არც დროს და არც რესურსებს, არც ადამიანურ რესურსებს, მათ შორის ჩვენს რესურსებს არ დავზოგავთ იმისათვის, რომ ყველაფერი ოპერატიულად დავასრულოთ და გავაკეთოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები შესაბამისი სამსახურების მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დავიწყეთ პირველადი სამუშაოები შესაბამის კომპანიებთან ერთად, რომელთაც გააჩნიათ ამ ტერიტორიაზე კომუნიკაციები. დღეს თბილისის საკრებულო განიხილავს გამარტივებული შესყიდვის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხს, რომ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა უახლოეს დღეებში, თუმცა არც ისე მარტივი საინჟინრო მონაკვეთია და შესაბამისად სამუშაოების წარმოებას ალბათ 2-3 თვე დაჭირდება იმისათვის, რომ ზამთრის სეზონის გათვალისწინებით სრულად იქნას მოძრაობა აღდგენილი. ბიუროს ხდომა საკრებულოში, რომელზეც დეპუტატები ჯავახიშვილის ქუჩაზე გზის ჩამონგრევის ფაქტზე მსჯელობდნენ, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. სწორედ ამ წუთებში კი საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობის დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მივიდნენ ჯავახიშვილის ქუჩაზე და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერონ. მადლობთ, ეკო, ეს ეკო მაღრაძე იყო.